კახეთში სტიქიის შედეგების აღმოფხვრა და ინფრასტრუქტურული განახლება აქტიურ ფაზაშია. თელავში გამაგრებითი და პრევენციული სამუშაოები ოფიციალურად დაიწყო. მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებმა ადგილზე შეამოწმეს როგორც დამცავი ბეტონის კედლების მშენებლობა, ისე რეგიონში ახალი სპორტული კომპლექსებისა და 4500 ადგილიანი სტადიონის პროექტირების მიმდინარეობა. კახა კუპატაძისა და მარიამ ბუღაძის რეპორტაჟი. მასშტაბური სტიქიიდან მე-17 დღეს თელავში დაზიანებული ინფრასტრუქტურის სრული აღდგენითი სამუშაოები და განახლება იწყება. პროექტი უკვე მზადაა. ქალაქში, რომელსაც უხმა ნალექმა და ღვარცოფმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, მთავარი აქცენტი ახლა მომავალი საფრთხის პრევენციაზე კეთდება. ეწყობა ნაპირსამაგრი გაბიონები და ბეტონის დამცავი კედლები. იგეგმება ასევე ტროტუარების რეაბილიტაცია და საფრთხის შემცველი ნაგებობების გამოსყიდვა. სალიკვიდაციო და პრევენციული ღონისძიებების მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გაეცნენ. დავიწყებთ კაპიტალურად აღნიშნული არხის და მათ შორის დამბების კაპიტალურ შეკეთებას და მოდერნიზაციას. ასევე ყველა ის ნაგებობა, რომელზეც შესაბამისი დასკვნა იარსებებს, რომ აღნიშნული ნაგებობა საფრთხის შემცველი არის, მოხდება ამ ნაგებობების გამოსყიდვა ან მონაცვლეობის შეთავაზება მესაკუთრეებისთვის. ჩვენი გეოლოგები აქტიურად მუშაობენ თვითონ პროცესში, ასევე სატყეო და გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი წიაღის სააგენტო იმისთვის, რომ დროულად მოხდეს იმ საკითხების მოწესრიგება და გადაწყვეტა, რომელიც მნიშვნელოვანი არის გაწმენდით სამუშაოების შესასრულებლად. მთავრობის განკარგულებით თანკა გამოყოფილია, უკვე დაკონტრაქტებულია კომპანია და შესაბამისად უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება სამუშაოები. ახმეტა, თელავი, ყვარელი, გურჯაანი, წნორი და საგარეჯო იმ უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი და ხელოვნურ-საფარიანი სტადიონი აშენდება. მიზანი ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი ჯანსაღი გარემო შექმნა და სპორტში მათი ჩართვის ხელშეწყობაა. არასდროს ამ მასშტაბის სამუშაოები არ ყოფილა საქართველოში. დაახლოებით 55 ლოკაციაზე შენდება ტექნიკური საფეხბურთო მოედანი, ასევე შენდება ათობით წარაგბო მოედნები და მულტიფუნქციური კომპლექსები. რამოდენიმე ტექნიკური ცენტრი მზად იქნება და დასრულდება ნოემბრის თვეში და ასევე მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება დანარჩენი. მე დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი და ასეთივე პროექტები, რომელიც დაგეგმილია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხელს შეუწყობს, როგორც ფეხბურთი სპორტის ძალიან მნიშვნელოვანი სახეობა განვითარდეს. თელავს სულ მალე UEFA-ს მესამე კატეგორიის 4500 ადგილიანი სტადიონი შეემატება. დაწყებულია სტადიონის პროექტირება. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონი ყველა საჭირო ინვენტარით და ოთახით იქნება უზრუნველყოფილი. ვაშენებთ UEFA სტანდარტების მესამე კატეგორიის საფეხბურთო მოედანს. კახეთში შენდება ყველა მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები, ჯამური ღირებულება. მხოლოდ საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების არის 40 მილიონი ლარი. 12 ივლისს სტიქიამ კახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება შეაფერხა, თუმცა ამ ეტაპზე ყველა მშენებლობა განახლებულია და დაგეგმილი გრაფიკით მიმდინარეობს.